მწერალთა სახლი აწესებს ერლო მახვლედიანის სახელობის ლიტერატურულ პრემიას ნოველის ჟანრში სახელწოდებით ერთხელ. კონკურსი წელს პირველად ტარდება. მასში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ნოველის წარდგენა. საკონკურსო ტექსტის თემატიკა შეზღუდული არ არის. ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში: რჩეული ნოველა და რჩეული დებიუტი. ორგანიზატორთა განმარტებით კონკურსი ყოველ წელს ჩატარდება. პროექტი მიზნად ისახავს ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენასა და ნოველის ჟანრის განვითარების ხელშეწყობას. აღსანიშნავია, რომ კონკურსში გამარჯვებული და პირველ ათეულში დასული ტექსტები სპეციალურ კრებულში დაიბეჭდება. გამოცხადდა ერნომის სახელობის ლიტერატურული ნოველის კონკურსი ერთხელ. აქ სათაურია საინტერესო, იმიტომ რომ კითხულობენ სოციალურ ქსელებში იკითხეს, რომ აი რამდენი გვერდი უნდა იყოს, რა მოცულობა უნდა იყოს. ნოველის ზოგადი განმარტება კლასიკურის კი არ არის ისეთი ზუსტი, მესმის რომ იქ არ არის მითითებული გვერდები, მაგრამ თვითონ ნოველა მოთხრობისგან და სხვა ჟანრებიდან განსხვავებით ეს უბრალოდ არის შემთხვევა. ამიტომ ვქვია მას ერთხელ. თუმცა ერთხელ არის ერლომის ვაუნდა ნიკოს ერთ-ერთი აუცილებელი, ასე ვთქვათ, ყველა ნაწარმოები მისი იწყება ამ შესავლით ერთხელ მოხდა, ერთხელ ვაუნდა ნიკო. ანუ იგულისხმება, რომ ნოველა მოთხრობისგან განსხვავებით გარკვეულ ჩარჩოებშია მოთავსებული. ანუ შემთხვევას გვიყვება, შემთხვევის შესახებ გვიყვება და ამ შემთხვევის გარეთ აღარ გადის ის. ასეთ კონკურსებში მარტო გამარჯვებულზე არ არის საუბარი და მარტო იმაზე რომ კარგი ტექსტი მიიღონ გამოცხადებულმა. ეს არის გარკვეული სოციოლოგიური გამოკითხვაც. თუ კარგი ანალიზი გაკეთდება მონაწილეთა, ვინც მონაწილეობას მიიღებს და აქ ასაკი არ არის შეზღუდული და იმედი მაქვს, რომ ბევრი მიიღებს მონაწილეობას, აქ მეტი ინფორმაცია შემოდის მისი, ასე ვთქვათ, გეოგრაფიაზე, სოციალურ წარმომავლობაზე, ზოგადად საითკენ მიდის ჩვენში ლიტერატურული პროცესები. ერლომი რატო გამოვარჩიეთ აქ და რატო არის ერლომის სახელობის? ერლომის ნოველისტია, მაგრამ ერლომის ერთი კარგი თვისება ჰქონდა და მე მაგას ამ ნიშნით ვარჩევ. მე-18 საუკუნეში დადგა პრობლემა ასეთი: ცოდნისა და რწმენის შეთავსების პრობლემა. ერლომი შემიძლია ამითაც გამოყო მან, ეკლესია შეარიგა ლიტერატურას და გაირკვა, რომ ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლიან პირიქით. მისი ლიტერატურა არის ძალიან ეკლესიური, ძალიან სარწმუნოებრივი და მისი ცხოვრება იყო, თქო, ლიტერატურის და სარწმუნოებრივიც. მწერალთა სახლმა წელს პირველად ერლო მახვლედიანის დაბადების დღესზე 23 ნოემბერს გამოაცხადა ლიტერატურული პრემია ერთხელ. ნამუშევრების მიღება გაგრძელდება 23 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო უშუალოდ გამარჯვებულები გამოვლინდებიან თებერვლის ბოლო კვირაში. რაც შეეხება საკონკურსო პირობებს, ჩვენ დეტალურად გვაქვს ეს ინფორმაცია ჩვენს Facebook გვერდზე და ვებ გვერდზე და ამასთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა არის ის, რომ ნოველა არ უნდა იყოს გამოქვეყნებული.